Წვანეხის დრაკონიო არანაირ ცეცხლოვანიო კაცო წვანეხის დრაკონი წვანეხით გითხრათ ადამიანმა კი გითხრა და მე თავიდან რომელმა ადამიანმა თან ამ საქმის დიდმა სპეციალისტმა და პროფესიონალმა ბატონმა მიხეილ მოგესალმები დილამშვიდობისა ყოველივე კარგი სურვებთ მაყურებელს პირველ რიგში და ტრადიციულად სიმხიარულე რომელიც ნაცნობია უკვე ჩვენთვის ყოველდღიურად პოსტალიონში გრძელდება რა თქმა უნდა თემა როგორ შევხვდეთ წვანეხის როგორ შევხვდები ისე გაატარებ წელსო ამბობენ ძველი ნორმა დაიწყო უკვე სახლის მორთონაძის ხეები დაიდგა თუმცა ის სწორად როგორ შევხვდეთ რა თქმა უნდა თქვენგან მოდი ახლა ესე ვთქვა შემოკარგებო თემა მნიშვნელოვანია თვითონ წელიწადი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი 2024-25 ზოგად საკაცობრივა რატო? შემდეგი 50 წელი როგორ გაგრძელდება დამოკიდებული ამ ორ წელიწადზე. აქ იქნება დიდი ცვლილებები, გლობალური ცვლილებები. აი 24-25. ეს ორი წელიწადი გადაწყვეტს ბევრს, მათ შორის იქნება გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის დიდი ბრძოლები პოლიტიკურ სარბიელზე. ამის გარდა დიდი ცვლილებები იქნება საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ სფეროში. მათ შორის შეიძლება ამათში ახალი ვალუტის, ახალი ფულის, ფულთა ბრძოლა, მოდი ასე ვთქვათ, აი ეს შეიძლება წინა პლანზე წავიდეთ. კაპიტალების ბრძოლა. კი, ამასაც ვიხილავთ. სასოფლო-სამეურნეო სფეროში იქნება დიდი ცვლილებები, მშენებლობის ფართო სპექტრში, მათ შორის ხელოვნების სფეროში. აქაც იქნება ძალიან დიდი ცვლილებები და წლის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით ივნისიდან, მასმედიაში. აქ შეიძლება იყოს გრანდიოზული ცვლილებები, უკვე თან სასიკეთო. შეიძლება ახალი ტელევიზიები გაჩნდეს, ახალი მასმედია, შიდა რეფორმები იქნება ძალიან კარგი, ახალი პროფესიონალები ვიხილოთ ამ სფეროში და შემდგომ. ამიტომ ცვლილებები როგორ შევხვდეთ უბრალო ხალხი ამ ყველა. მაგასაც ვიტყვი, მაგრამ ჯერ მოკლე ინფორმაციას გავწვით, რომ რა შეიძლება იყოს რა ცვლილებები და ტურიზმის სფეროში იქნება დიდი ცვლილებები, მაგრამ შემთხვევნა რომ გაითვალისწინოთ ერთი რამ. პირველ ნახევარში წლისა ცოტა ფრთხილად სამედიცინო კუთხით. ანუ საექიმო შესწავლების ალბათობა, არასწორი დიაგნოზის დასმის ალბათობა არის მაღალი. მეორე ნახევარი წლისა პარტნიორულ ღალატთან იქნება დაკავშირებული. ანუ ჩვენ აღვნიშნეთ რა დადებითი და რა არის უარყოფითი ცხოვრების მიმართ ცოტა ყურადღება საჭირო. თუ წელიწადს აქვს თავისი მნიშვნელობები. ეხლა მოდი ავშოთ ის, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, კონკრეტულად როგორ შევხვდეთ. რატო ახლა ეს მნიშვნელოვანი? ყველა მიცით ჯვრის სიმბოლიკის მნიშვნელობა, ხო? მას აქვს უზარმაზარი ენერგიის, დადებითი ენერგიის მოზიდვის უნდა. ამიტომ აღმოსავლეთში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიმბოლოებს და იმ სიმბოლოს, რომელიც დაკავშირებულია ახალი წლის დახვედრასთან. ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი დღე. აქ იხსნება კოსმიური პორტალი. ეს არის დღე, როდესაც შეიძლება ძალიან ბევრი ოცნება ჩაუთქვათ და მერე ის ასრულდეს და მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვისაც საახალწლო თუ ღამეს ჩაფიქრებული, მერე უსრულდება. აქედან გამომდინარე, მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დღე და ღამე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაქციოთ ყურადღებას სიმბოლოებს. სადღაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის მწვანე დრაკონის წელიწადი. საერთოდ მოდის მწვანე. სტიქია. 5 სტიქია ყოველ წელიწადს. 60 წელიწადში ერთხელ მოდის სტიქია, რომელსაც ქვია ხის სტიქია. ხესტიქია. რას ნიშნავს? აი 5 სტიქია. ხისა ესე. ლითონის სტიქი 100-ს გვაძლევს სხვადასხვას. ეს არის სხვა დრაკონი. ეს არ არის აგრესიული დრაკონი, რო ყოფილიყო ცეცხლის სტიქია, ეკნებოდა აგრესიული წელიწადი. ხის სტიქია გვაძლევს საშუალებას ზრდისა. რატო? ხეს მთავარი ფუნქცია არის ზრდა. და რა აძლევს საშუალებას რომ გაიზარდოს? რასაკვირველია წყალი და მიწა. ხო? ამიტომ ეს სამი სტიქია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სტიქიები გვაძლევენ ფერს. მთავარი ფერი რა არის? მწვანე, რასაკვირველია ხისა, ხო? მაგრამ მწვანეს გარდა რა ფერებია კიდე რადგანს დასუწყობენ ხელს წყალი და მიწა, მათი ფერები, წყლის ფერები, ლურჯი, ცისფერის ყველა კომბინაცია, შავი, მისაღებია, ხის სტიქიის ფერები, კრემის ფერი, ყვითელი, ოქროს ფერი, ბეჟი ტონები, სხვა ჩვენს მინდა გითხრათ ის ფერი ტონიც იქნება ძალიან კარგი წელს. აი ეს ფერები წინა პლანზე წამოწიოთ, თანსაცმელი იქნება დაუშვათ ჩვენ მოკაზმულობა სუფრისა, ან თუნდაც ნაძვის ხე. ანუ ხეებიც ხო, ნაძვის ხე ისედაც ახლა ხის. ხო, მაგრამ არის უკვე ცოცხალი პატარა დეკორატიული ხეების გადასარევია, რაც მეტად ცოცხალია, მით უკეთესი, მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ ჩიჩილაკი გვერდი დაუდოთ, ხის სტიქია. ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვაქვს პატარა ტოტები, თუნდაც იყოს ხელოვნური. მანდარინის, ბროწეულის, ლიმონის. ეს არის ხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, ფინანსური წარმატების ფაქტორები. და საერთოდ აღმოსავლეთში მანდარინი ეს არის მათი ნაძვის ხე. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გქონდეს. ეხლა სად?
მაგალითად აღმოსავლეთი მხარე ოთახში თუ გაქვთ საშუალება რომ დადგათ ნაძვის ხე იქნება გადასარევი თუ არა და შუაში და მე რო ყრით ხოლმე ამ უკაცრავად პასუხია და ამ ჩიჩილაკებს ნაძვებს რო ხოლმე ამ ეს მერე დასრულება შეიძლება შევინახოთ არა იმან თავისი დაასრულა ფუნქცია შეასრულა და უნდა განთავისუფლდეთ ამისგან თავისუფლად შეგვიძლია უკეთოთ ფერები ესე იგი აღვნიშნეთ რომელი უნდა გქონდეს წინა პლანზე მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უკუჩვენება აქვს რაღაც სხვა ფერს თუ თქვენ მოგწონთ იგივე დავუშვათ აი წითელი ნარინჯისფერი იგივე ვერცხლისფერი ბევრს მოწონს ხო აქტუალურია თან ჩემი ესე იგი ჩვენი თხოვნა ასტროლოგებისა რომ მხოლოდ აქსესუარების სახით არა გადამეტებული ფორმით იმიტომ რომ ცეცხლის სტიქია წითელი. ცეცხლი წვავს ხეს. და ხის სტიქიის პერიოდი მოდის. მიხვდით, ამიტომ ძალიან უგავაბრაზებთ ხეს სტიქიას. და აქსესუარებში კი, აი სხვა შორის ჰაერის ნიშნებს, ტყუპებს, სასწორებს, მერწყულებს ცოტა მეტად შეუძლიათ ამ სტიქიის გაძლიერება, მაგრამ ვერძი, მშვილდოსანი, ლომი ნაკლებად მათ უყვართ საერთო წითელი და ხა ნაკლებად რატო? იმიტომ რომ ამან შეიძლება აგრესია გაამძაფროს მათ ხასიათში. რაც არ არის ასე. ცოტა ისეთები არიან, ამიტომ ჩვენ გვაცხადეთ ცოტა ხანი. ხო. ეხლა რა შეღება სხვა მშვენ მოვლენას, ეგ ფერები უკვე ვიცით, ნაძვის ხეს უნდა დაიდგას და რასთან ერთად ეს უკვე ვიცით და ფერები ნაძვის ხეზეც უნდა იყოს შესაბამისი. ვიმეორებ, წითელიც იქნება ეგ თავისთავად, მაგრამ არა პრევალირებადი ფორმა. აი ეს არის მთავარი. ეხლა სხვა მშვენ მოვლენას ხა ინტერესებს ხალხს ყოველთვის საკვები. მინდა გითხრათ რომ არანაირი პრობლემა არ აქვს საკვების კუთხით. აი ადრე ხო იყო წინა პლანზე მაიმუნის წელიწადში მეტად ბანანი, იქ რკო დაუშვათ ღორის წელიწადი რო იყო და შემდგომ ხო და სასწაულად გაიზარდა ფასები. მინდა გითხრათ ერთი წალი რკო ქუთაისიდან ჩამოქონდა 3 ლარი ღირდა. გველის წელი რო იყო რა უნდა წიწილები და კუთხლები უნდა გველის წელსაც თავისი ქონდა სპეციფიკა, მაგრამ ეხლა ეს არა გვაქვს. დრაკონს აბსოლუტურად ყველაფერი უყვარს. ხორცეული წინა პლანზე აუცილებლად ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ეხლა საქმე რაშია. რა ვეგეტარიანელი დრაკონი რა მე? არა. დრაკონი მოდი ეხლა ესე ვთქვათ, რომ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის ხეშოს იწყება 10 თებერვალს. აღმოსავლური კალენდრით მე-13 ახალმთვარეობაზე. ამიტომ ახლა 10 თებერვალს ვის გახს ჩვენ კი გავახსენდება, მაგრამ ეს სხვას ვის გახსენებ? ხო, მზად არ იქნებიან მაინც ადამიანები ალბათ. აი ახლა მზად ვარ. ამიტომ წინ შეხვედრას უწყობთ, რათა პატივი მივაგოთ მომავალი წლის მასპინძელს და მისი კეთილგანწყობას დავიბეოთ. მაგრამ გავიწყდებათ, რომ 10 რიცხვამდე თებერვლისა ჯერ კიდევ კატაკურგლის წელიწადი გრძელდება აღმოსავლური კალენდრით. აღმოსავლური კალენდარი ეს მთვარის კალენდარი. კატა ჩინურად კურდღელი იაპონურად. კატა კურდღელი. ხო. ამიტომ მოდი ახლა ესე ვთქვათ, მაგიდაზე რა უნდა გქონდეს? 3 სიმბოლო. კატა კურდღელი მხოლოდ 10 თებერვლის მერე გადავა პანთეონში და დარჩება მარტო დრაკონი. 3 უნდა გქონდეს საახალწლო და რატო? ეხლა დრაკონს მდგომარეობაში ხო არ ჯობია. დრაკონს რო იპოვი მითხარი გეხვეწე. კურდღელი არაგერიოთ, კატა და კურდღელი არაგერიოთ ერთი. ეხლა მოიცა, ეხლა პატივი უნდა მივაგოთ, მარტო ის კი არა დავდოთ. წინ დრაკონს დავდეთ პატარა ნაჭერი ხორცისა. ხო, კურდღელს პატარა ნაჭერი თევზეულის. და პატარა სტაფილო დავდეთ კურდღელს სტაფილო და ხო, ეს ჩვენი პატივისცემა, რაც მეტი გვექნება ხის ნაკეთობები, მით უკეთესი. ხის სტიქი ამოდის, ხო? მაგრამ ავიღოთ პატარა ჯამი, წყლით სავსე. დავდოთ ასევე გვერდით. რატო? ხე რო გაიზარდოს ჭირდება წყალი და ჭირდება რასაკვირველია. ნუ მიწას ახლა თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ წყალი უკვე საკმარისია რომ გააზლიაროს ხის სტიქია და წყალი. ხო, ეხლა რა? 2 ლარიანი. ძალიან მნიშვნელოვანია. 2 1 ლარიანი თუ გინდათ, ან 1 2 ლარიანი. 2 ძალიან სიმბოლური. ესე იგი. კაღალდის აღარ ხო, თავისთავად, ხო. ამიტომ ძალიან სიმბოლურია. რატო? ეს არის ფულის მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი. ანუ ჩვენ ამ 2 ლარიანს დავუშვათ 2 ლარიანი, დავდებთ ზუსტად აი ამ წყლის ჯამით ახსოვს წყლით და ასევე ხის ნაკეთობების გვერდით. აი ამ სიმბოლოებთან. შეგიძლიათ ჩავაგდოთ წყალში? შეგიძლიათ ჩააგდო კიდეც თუ გინდათ, თუ არა გვერდით დადებ, ხო? დილამდე ვაჩერებთ ამას. ოღონდ ჩაუთქვით. რა გინდათ რომ მოხდეს ფინანსური კუთხით მომავალ წელს? რა უცნებები გაქვთ, ხო? დილით აიღებთ ამ 2 ლარიანს და ჩაიდებთ საფულეში. და ეს უნდა ატაროთ 9 წელი. დაახლოებით შუა რიცხვებამდე ივნისისა. მერე უკვე შეგიძლიათ დახარჯოთ. აი ეს რიტუალი ხელს შეუწყობს ფინანსური ეგრეგორის ენერგიის გაძლიერებას, იმიტომ რომ მოზიდვის ერთ-ერთი ფაქტორია ხის სტიქიის და წყლის სტიქიის მეშვეობით. წყლის სტიქია, შენ სტიქია. ფულს ნიშნავს. ანუ ეს არის ფულის მოზიდვის საუკეთესო საშუალება. გადასარევი. ავიღოთ 2 ცალი, ასევე მნიშვნელოვანი რიტუალია კიდევ სანთელი. კარგი იქნება თუ იქნება მწვანე,
თუ იქნება ყვითელი, არ რომელიმე სხვა ფერი, ეგეც შესაძლებელია, ხო? რას ვაკეთებთ? 15-20 წუთით ადრე დაწყებამდე ახალი წლისა. ვანთებთ ჯერ ერთს. და რას ვაკეთებთ? მადლობას უხდით წინა წელიწადს. კარგი იყო, ცუდი იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ცუდი თუ იყო, კიდევ უკეთესი, იმიტომ რომ მან წაიღო თქვენი რაღაც კარმული ვალები და გაგანთავისუფლოთ ამისგან. მადლობას უხდით და ბოლომდე თუ შეეწობა, იქნება უკეთესი. თუ არ არის ეს პრობლემა არ არის დაუშვათ, მაგრამ მე ვანთებთ მეორეს. და რა ხდება? მეორეს ჩაუთქვამთ, რა გინდათ რომ მოხდეს მომავალ წელს? მოგზაურობა გინდათ? დაუშვათ სასქვალო ურთიერთობა ახალგაზრდა თაობისთვისაც მნიშვნელოვანია. ან დაუშვათ ახალი საქმის დაწყება, ან ბიზნეს პროექტის განხორციელება, ხო? ნატურის დაუცნებების პირა გაქვთ. რისი სურვილი გაქვთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სანთელს შეუძლია ძალიან ძლიერი აკუმულაცია ენერგიისა, რომელიც აი ამ ანთებული სანთებით ხვდებით ახალი წლის დაწყებას. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ წინა წელს გავისტუროთ მადლობით და ახალ წელს შევხვდეთ ახალი, ასე ვთქვათ, ცნობიერები და ახალი სურვილებით. აი ეს რიტუალები აუცილებლად მოგცეთ ყურადღება და კიდევ ყოველთვის ვეუბნები, რომ სახლში შეხვედრა აუცილებელია. პირველ რიგში საყვარელ ადამიანებთან და მერე უკვე სადაც გნებავთ შეგიძლიათ იქ მიბრძანდეთ. ისედაც ნორმალური ხალხი. აი ჩვენ ყავს ახლა აქ ჩემო კარგებო მინდა გითხრათ პროტოტიპი აგერბატონო ზურა. ერთ-ერთ ყველა საუკეთესო საახალწლო ღამეს. რატო? იმიტომ რომ მეკლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხსენებად საქართველოში. უკაცრავად და წინაზე ვერ გაიქცევი. ვერ გაიქცევი ბაქთემოს. ისეთი ზარები შემომდის და ისეთი. არა, ჯერ სადახარ, ჯერ სადახარ. ჯერ სადახარ, შეგვეხვეწები. არა ვარ, საერთოდ თბილისში არა ვარ. შენ კიდე გვეტყვი გაიტანეთ გრენლანდია, აღარ მინდა, ჯერ სადახარ, საახალწლოდ. მოდი ასე ვთქვათ. ეხლა რატო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეკლე. Und ეხლა შენ უნდა იცოდე ერთი რამ. რა უნდა გააკეთო როგორც მოკლე, რა უნდა მეიტანო ოჯახში. გასაგებია იცი ის რომ ტკბილეული უნდა იყოს, მაგრამ რას დამახვედრებენ გააჩნია. არა, ეს იმათი პრობლემაა უკვე, მაგრამ შენ რა უნდა გააკეთო? შენი ფუნქცია, ესე იგი, რატოა ახლა კარგი პროტოტიპი ზურა. პირველ რიგში, უნდა იყოს ადამიანი მხიარული, იუმორით დაჯილდოებული, თუ შემოქმედია გადასარევი. ადამიანი, რომელსაც არ უნდა ქონდეს არანაირი ცუდი აზრი. და კეთილმოსურნე უნდა იყოს აუცილებლად და უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების მატარებელი, თუმცა ზურას ხშირად ეტირება, მაგრამ ეს კარგი ადამიანობის ნიშანია, მინდა ესეც გითხრათ. ესეც კარგი. ნავილით რო შევალი. არა, ეგრე არ შევალ, მერე შეიძლება აგიჩუღდეს გული, რომ დაგხვდებიან. მოდი ახლა ესეც ვთქვათ, რომ ორი ცალი მანდარინი, ორი ცალი ბროწეული, ორი ცალი ლიმონი. თუ დაუშვათ ნუ ბროწეული ავერიშოვი ან რაღაც ამდაგვარი რომელიმე ხო შეცვლა შეგიძლია პორტოხლით ან მე უნდა შევიტანო შენ შეგაქ ეს ყველაფერი ტკბილეულთან რას მოხვედრებენ მე ისმაილ ეს უკვე იმათი პრობლემაა ეგ შენ არ გიგარა ეგ არის ჩემი პრობლემა ხო ეს უკვე მასპინძელი რას იზოს წაიღებ ლიმონად ეხლა არა განა მე მინდა უბრალოდ აუცილებელია დაუჯერეთ ბატონ მიხეილს რომ იქ უნდა დამუხტეს ესე იგი საკმაოდ სოლიდური მხოლოდ ზურას შემთხვევაში საახალწლო და დამუხტოთ ან ანგარიშის ნომრით. ხო, საახალწლოდ ეხა რას დაგახვედრებენ შენ კარგად იცი, ხო, რომელ ოჯახში ეხლა რა არ იქნება, ხო? უკაცრავად გამიტაცა უცნებ. ეხლა რახან შენ ეხა საკვებს მიადექი, მე მინდა ერთ საკითხი, ეხა საკვებთან ქონდა შენ ეხლა როგორ შეიძლება არ დალიოს არ ჭამოს კარგად, ორიელმა გამორიცხულია, ხო? ეხლა მოდი ეს აუცილებელი ატრიბუტი. ეხლა მე მინდა ყველა ტელევიზიას თხოვო ამდროულად. ორი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს განსაკუთრებით. პირველი, მრავალჟამიერი ხალხო ყურადღებას არ აქცევენ ამას. მრავალჟამიერი გაზომილი არის თორე მეცნიერების მიერ. მრავალჟამიერი საკ ისეთი წყობა ჰანგებისა და ნოტა ჰანგი ეს ვიბრაციული მუხტია, ხო? რისი მეშვეობით ხდება ფანტასტიკური გაწმენდა უარყოფით ენერგიებისგან იმ სახლისა, სადაც ის ჟღერავს. მიხვდით? ამიტომ ყველას თხოვ ახალი წელი დავიწყოთ მრავალჟამიერით ერთი და მეორე საცივი აუცილებლად რატო წინაპრები გენიოსები ყავდა ჩემო კარგო რატო გეუბნებით აკაც მეცნიერული ნაშრომია და რა მოხდა აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ადამიანის მიერ ერთნაირად გაკეთებული საცივი აგვისტოში არ წევს იმუნიტეტს ზევით ხოლო აეხლა იანვარ-თებერვალში საუკეთესოა გრიპის საწინააღმდეგო და წევს იმუნიტეტს აჰა აი ესაც გავითვალისწინოთ აქტიურად ენერგიულად სასიკეთო განწყობით შევხვდეთ წელიწადს და მაშინ ყველაფერი კარგია. საცივით და მრავალჟამიერი. მრავალჟამიერი კარგია მოგესალმებით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ წარმატებები ყველას.